ბონუს 30 წელი ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და იტესტებოდა სხვადასხვა ლაბორატორიებში, ინსტიტუტებში, სტენფორდში, ჰარვარდში, ასე შემდეგ. შევქმნით თანამშრომლობის მემორანდუმი ხელოვნური ინტელექტის აკადემიასა და საზოგადოებრივ კვლევ პანაჩის შორის და დავიწყეთ ამის გავრცელება ზოგადად მთელს პროფესიული განათლების მასშტაბით ჩვენს პარტნიორ და არაპარტნიორ კოლეჯებში, იგულისხმება კერძო კოლეჯების ასოციაციის ფარგლებში, რომელიც ასევე მხარს გვიჭერს ჩვენ ამ დიდ საქმეში და ზამოწყებაში და ერთ-ერთი პირველი დღეს არის მარნეულის კოლეჯის პერსონალი, სადაც ტარდება ტრენინგი და ასევე მოლოდინე ყავს ჩვენ ბათუმის საზოგადოებრივი კოლეჯი და შემდგომ ისევ თბილისში ბრუნდებით, ასევე პედაგოგებთან და პერსონალთან გვექნება ურთიერთობა. მასკმა და სემალტმა მაშინ ერთად იყვნენ უკრაინაში, დაინახეს, რაში გამოარგებოდა, ჩემი ზერო ესე იგი რაღაცა პროფიტისი ავტვირდა, ხორო გამიახტოს ეს ჩემი მასა. ტრენერის მიერ მოწოდებული ინფორმაცია იყო ძალიან ეტაპობრივი, განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, რომ ძალიან კარგად გადმოსცემდა ყველა ინფორმაციას, ანუ ჩვენთვის გასაგებ ენაზე. საკმაოდ საინტერესო და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით ისაუბრა ტრენერმა. იყო ძალიან ბევრი ტერმინი, სპეციფიური, თუმცა მარტივესიენით გადმოცემული და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი სპეციალობის ადამიანი ესწრებოდა და ყველა თავის მიმართულებით აქტიურად გამოიყენებს და საკმაოდ პროდუქტიულად. თუნდაც მონაცემების ანალიზის გაკეთებისას, რაც ბევრად გაადვილებს პროცესს და დააჩქარებს, რაც მთავარია და დროს დაგვიზოგავს. დღევანდელი ლექციის მერე რაც შეიცვალა არის ის, რომ უფრო სიგნალურად გავიგე რა ფუნქციები აქვს სხვადასხვა სახის AI პროგრამებს და ასევე კონკრეტული პრაქტიკული გამოყენება, რასაც შეიძლება ჩვენ საქმიანობაში დაგვეხმაროს, რაც რუტინული სამუშაო არის და რეალურად არაფერი ინტელექტუალურს არ მოითხოვს, ხოლო დროის ხარჯვა არის. ამის განეიტრალებით ჩვენ შეგვიძლია ეს რესურსი მივმართოთ სხვა უფრო ინტელექტუალური სამუშაოების და ეს ჩემი აზრით ამ სფეროში მით უმეტეს მნიშვნელოვანია. მე მიხარია, რომ ჩემი კოლექტივის 90%-მა გამოხატა სურვილი, რომ აიფისოს ეს ტექნოლოგია.